დამკვირვებლებს აღარ შეუძლიათ ვერიფიკაციის აპარატების მონიტორინგი. არ შეუძლიათ ამომრჩევლის პირადობის მონაცემების გადამოწმება, აკრძალულია ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, ეს არის კარუსელის ლეგალიზების სქემა. ეს ინფორმაცია 2025 წელს გავრცელდა და ის საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. აი რატომ? ტექნიკურად ამომრჩევლის იდენტიფიკაციას საარჩევნო უბანზე ყოველთვის აწარმოებდა უბნის კომისიის წევრი და არა დამკვირვებელი. დამკვირვებლებს უბანზე მისული ამომრჩევლის პირადობის მოწმობის შემოწმების უფლება არასოდეს ჰქონდათ. ცესკოს მიერ სამართლებრივ აქტში დაზუსტდა მხოლოდ რამდენიმე პროცედურა. დამკვირვებელთა უფლებები ასევე სრულად არის გაწერილი საარჩევნო კოდექსის 51. აქ მოცემული ინფორმაციის საფუძველზე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი აღნიშნული უფლება ცესკოს მოცემული დადგენილებით არ შეუზღუდავს. საარჩევნო კოდექსის ნახვა ასევე შეგიძლიათ ელექტრონულად ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. თუ გინდა დარწმუნდე, არის თუ არა ინფორმაცია ნამდვილი. შედი ვებგვერდზე disinfo.cc.gov.g და გადაამოწმე ინფორმაცია მანამ, სანამ გაიზიარებ.